მოგესალმებით მეგობრებო. Quorumi გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ თავდაცვითი და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა. ჩვენ იცით ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო სესია ვერ შედგა, ამიტომ კანონპროექტი, დაჩქარებული კანონპროექტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, პირველი მოსმენით მოგვიწია ხელახლა რეგლამენტის მიხედვით ასეა განსაზღვრული, რომ ხელახლა უნდა იქნეს დაინიცირებული. დღეს ჩვენ დღესში გვაქვს ორი საკითხი, ორივე დაჩქარებული წესით არის. ერთი ეხება დაზვერვის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას ცვლილებების შეტანის თაობაზე და მეორე გახლავთ საპარლამენტო წევრების შარმანაშვილის, ჯორბენაძის, შალამბერიძის, წიწავას, ხელაძისა და ბენაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. გთხოვთ დავამტკიცოთ აღნიშნული დღის წესრიგი. მადლობა. ვინაიდან პირველ საკითხს მე გამოვიტანთ, გთხოვ ბატონ თენგის წაუწყოს სხდომას. მოგესალმებით პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივის წესი პირველი მოსმენისთვის მოგხსენებელი ბატონი ალექსანდრე ტაბატაძე დაზვერვის სააგენტოს შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. გთხოვთ ბატონ ალექსანდრე. მადლობა. აღნიშნული კანონპროექტი თქვენთვის უკვე ცნობილია, სადაც სარგებლო ვერსიებშიც არის ამაზე ჩვენ უკვე გვქონდა მსჯელობა. მოკლედ ვიტყვი, რომ კანონპროექტის არსი მდებარეობს შემდეგში, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მთელი რიგი ფუნქციები, უფლებამოვალეობები გადადის დაზვერვის სააგენტოს უფროსის შემადგენლობაში და გეტყვით რამოდენიმე მათგანს. პირველი არის, რომ თანამდებობიდან ნიშნავს ანთავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს ეროვნული სადაზვერვო პროგრამებიდან, ასევე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეიმუშავებს და ამტკიცებს სადაზვერვო დავალებებს, დადგენილი წესით წაახალისებს სააგენტოს თანამშრომლებს, ასევე შეუძლია მათი დისციპლინარული წესით პასუხისმგებლობის განხილვა, დადგენილის კანონმდებლობით სააგენტოს მოსამსახურეებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით, ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს. ასევე აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია დაზვერვის სააგენტოში საკადრო, საფინანსო და სამართლებრივი და ოპერატიული საკითხების განხორციელების უფრო ეფექტურობიდან გამომდინარე, აღნიშნულ მიზნებს ემსახურება ის გარემოება, რომ სააგენტოს უფროსს შეუძლია ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და ამტკიცოს სააგენტოში სამუშაო პირთა მისაღები მომზადების სპეციალური კურსები და აღნიშნულმა განაპირობა ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ სამსახურის კანონშიც, კერძოდ სულის უფროსს შეუძლია მოახდინოს საკუთარი უფლებების დელეგირება სააგენტოს უფროსისთვის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში. პროექტით ასევე იცვლება სადაზვერვო ოპერატიული ან სადაზვერვო ანალიტიკური ფუნქციის შემსრულებელ ქვედანაყოფების სამმართველოს უფროსს ან უფრო მაღალ თანამდებობის ბაზე დანიშვნის პროცედურაც. სტაჟის მოთხოვნა იცვლება და ცვლილება გვექნება 2 წლიდან 1 წლამდე ჩამოიწევს. აღნიშნული კი გამოწვეულია იმით, რომ საკადრო პოლიტიკიდან არ შეფერხდეს ადამიანების და საკადრო რესურსის შევსება, ასევე აღნიშნული ცვლილება ეხება დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შესაბამის პოზიციაზე მისავლენ პირთა სამუშაო გამოცდილების მოთხოვნას. მოკლედ სულ ეს იყო ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონპროექტის კითხვების არსებობის შემთხვევაში სადვარ გიპასუხოთ. მადლობა, შენიშვნები, კითხვები ხომ არ გაქვთ? მეორედ. მადლობა. საკითხი განხილულია, გიბრუნებთ სიტყვა. გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე. აღნიშნულ საკითხს წარმოგვიდგენს პარლამენტის წევრი ბატონი იოსებ ჯორბენაძე. მოგესალმებით. პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით განსახილველად წარმოგიდგენთ კანონპროექტს ცვლილებებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში. მოგეხსენებათ ამ კანონიდან გამომდინარე სახელმწიფო უწყებებში, ამ შემთხვევაში სამინისტრო უწყებებში გარკვეულ კატეგორიას თანამშრომლებს არ აქვს უფლება პარალელური შეთავსებითი ანაზღაურებადი სამსახური ჰქონდეთ
აზრიც სწორედ ეს არის ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომლებთან არის დაკავშირებული ეს ცვლილება. ისინი არიან სამედიცინო განათლების მქონენი, რომლებიც პრაქტიკულად ახორციელებენ სამედიცინო საქმიანობას და ამ ცვლილებებიდან გამომდინარე მათ უფლება მიეცემათ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობისა, შეთავსებით ანაზღაურებადი, მხოლოდ არამენეჯერული საქმიანობისა, რომელიც უშუალო ხელმძღვანელის უფლებამოსილი პირის მიერ მათთვის მიცემული წერილობითი თანხმობის შედეგად იქნება შესაძლებელი, 1 წლის ვადით იქნება ეს თანხმობა და არაუმეტეს ეს იქნება ერთჯერადი თანხმობა. ეს არის პრინციპში მთავარი არსი აი ამ ცვლილებისა კანონში. ბატონო, კითხვები თუ გაქვთ? ნამდვილად მისი სწავლებელი კანონპროექტია და დიდი მადლობა ამისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დაუჭერთ მხარს. თუ კითხვები არ არის, გადავიდეთ მაშინ გენჭისყრის პროცედურაზე. პირველი საკითხი ჩვენ გვაქვს დაზარვის სააგენტოს შესახებ კანონის ცვლილებების შეტანის შესახებ, ვინ არის მომხრე? მადლობა, ერთხმად ამტკიცებულია და მეორე საკითხი არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, ვინ არის მომხრე? სხვა საკითხები არ აქვს, თუ კითხვები არ არის, სულამად ახურულია, მადლობა.